თავი 22. თუ ქურდს ხვრელის თხრისას წაასწრეს და ისე სცემეს, რომ მოკვდა, სისხლი არ მოიკითხება. თუ ეს ამბავი მზისით მოხდა, სისხლი მოეკითხება მას. პარავმა უნდა ზღოს. თუ არაფერი აქვს, ქურდობის გამო უნდა გაყიდონ იგი. თუ ხელზე ცოცხლად უპოვნიან ნაქურდალს, ხარი იქნება ვირი თუ ცხვარი, ორმაგად უნდა ზღოს. თუ ვინმე მიუშვებს თავის პირუტყვს და სხვის ყანას ან ვენახს გადააძოვინებს, საკუთარი ყანიდან და საკუთარი ვენახიდან საუკეთესო ნაყოფით უნდა ზღოს. თუ ცეცხლი გაჩნდება, ძეცვს მოედება, ზვინს ან პურის ყანას ან მინდორს გადაწვავს, ხანძრის გამჩენელმა უნდა ზღოს. თუ ვინმე თვისტომს ვერცხლს ან რაიმე ნივთშესანახად მიაბარებს და ამ კაცის სახლიდან მოიპარავენ, ქურდმა თუ იპოვეს, ორმაგად უნდა ზღოს. თუ ქურდი ვერ იპოვეს, სახლის პატრონი ღვთისმსაჯავროზე უნდა წარდგეს და დაიფიცოს, რომ ხელი არ უხლია თავისი თვისტომის ქონებისთვის. ყოველგვარ დანაშაულზე ხარის საქმე იქნება ეს. სახედრის, ცხვრის თუ ტანისამოსის, ყოველ დაკარგულ ნივთზე, რომელზეც ითქმის ვინმეს მიერ, ჩემი არისო, ამ ორი საქმე ღვთისმსაჯავროზე უნდა მივიდეს და ვისაც ღვთისმსაჯავრო გაამტყუნებს, მან ორმაგად უნდა უზღოს თვისტომს. თუ ვინმე თვისტომს შესანახად მიაბარებს ვირს, ხარს, ცხვარს ან სხვა პირუტყვს, სიკვდილისთან დამტვრობის შემთხვევაში თუ მოწმე არ არის, უფლის წინაშე უნდა დაიფიცოს, რომ ხელი არ უხლია თვისტომის საქონლისთვის. პატრონი ფიცს მიიღებს და არაფერს ხავს. თუ მოხპარეს, უნდა უზღოს მის პატრონს. თუ მხეცმა დაგლიჯა, უნდა დაამტკიცოს და ნამხეცავ პირუტყვს არ სხავს. თუ ვინმე თვისტომისგან პირუტყვს ინათხოვრებს და დაუსახით ჩრდება ან მოუკვდება, თუ პატრონი იქ არ იყო, უნდა ზღოს. თუ პატრონი იქ იყო, არ უნდა ზღოს. თუ ქირის კაცია, ქირიდან გამოექვითება. თუ ვინმე დაუნიშნავ ქალწულს შეაცდენს და დაწვება მასთან, ურვადი უნდა გადაიხადოს მისთვის, რომ ცოლად ჰყავდეს. თუ ქალის მამა წინააღმდეგი შეიქნა და არ მიათხოვა, საქალწულო ურვადის საფასური ვერცხლი უნდა გადაიხადოს. ჯადოქარი ცოცხალი არ დატოვო. პირუტყვთან კავშირის დამჭერი სიკვდილით უნდა დაისაჯოს. ვინც უფლის გარდა სხვა ღმერთებს წირავს მსხვერპლს, უნდა მოიკვეთოს. მდგმურს ნუ შეავიწროვებ, ნუ დაჩაგრავ, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში. ქრივსა და ობოლს ნუ დაჩაგრავ. თუ დაჩაგრავ, მე შემომჩივლებენ და შევისმენ მათ ჩივლს. რისხვით ავინთები და მახვილით მოგსრავთ. ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ. თუ ვინმეს ჩემს ერისაგანს ღარიბ ღატაკს ვერცხლს ასესხებ, მე ვახშესავით ნუ მოექცევი, სარგებელს ნუ დაუწესებ. თუ შენი თვისტომისგან ტანსაცმელს დაიგირავებ, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე, რადგან იგი მისი ერთადერთი საფარველია, მისი ხორცის შესამოსელია. რაში გამოახვიოს ძილის დროს? როცა შემომჩივლებს, შევისმენ, რადგან გულმოწყალე ვარ. ღვთისმსაჯულებს ნუ შეურაცხყოფ და თავკაც შენს ხალხში ნუ დასწყევლი. პირველი თაველი და პირველ დაწურული არ დამიგვიანო. შენ შვილებში პირმშო მე უნდა მომცე. ასევე ძროხისა და ცხვრის პირველ მოგებულიც. 7 დღეს დედასთან იყოს, მერვე დღეს მე უნდა მომცე. წმიდაერი უნდა იყოთ ჩემთვის. ველზე დაგდებული ნამხეცავი არ ჭამოთ, ძაღლებს გადაუგდეთ.